ბერტა გააღერა ანა იქნება ბერტა 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 ანა არა ვარ რა გაცვით ფანგული ვიცოდე იყიდება კაი რაღაცეები კაი დაჯი მაგ ფანჯი და ახალს ვერაფერს დაინახა დავლიო ანა მოხალული თხილის აღილა წავიდა რომელი საათია 7 როგორ გონია სამმა იყოს მოხალული თხილის აღილა დაველოდოთ რას ვაკეთებთ არა და მეგონა შეზიადრებულდება რას ვაკეთებთ ხო მაგრამ ვეღარ ვიცი რა ანა ხო ჩემი ცოლია ორ კაცი რო შეიძლებოდეს თამაში არც დაველოდებოდა უნდა გადაეჩვიო მში კაი პარტია იყო დალია რა თამაში ხდება აი ამასაც უნდა გადავეჩვიო ბიჭო რა გადაეჩვიო გაგიტა შენ ექიმებთან დადიხარ ეს ექიმებმა იციან არ დალიო არ მოწიო ემოციები გააკონტროლეო ბერტა ბერტა გადამრევს ეს ხანი რა კუჭის ანთება დაგიდგინეს უარესი გულის არითმია ეხლა მართლა დალევდა კაცი ნიკა ნიკუშ გამოსამშვიდობებლად მოვედი გამოსამშვიდობებლად ხო 1 საათს წინ მაკლერმა დამირეკა და მითხრა რომ ბინა გაიყიდა გადავდივარ მოიცა ბინას თუ ყიდი საერთოდ არც ვიცოდი თავად არა თქვენ ამ ფანჯრიდან ახალს ვერაფერს დაინახავ მოიცა ეს რა მიზეზი და სად გადადიხარ კალაგარეთ პატარა საყვარელი ეზოიანი სახლი მექნება უკვე შეუტანხმდი უბრალოდ ამ ბინის გაყიდვას ველოდებოდი ბიჭო მოიცა ესე შევეჩვიეთ ერთმანეთს მაინც იქ ხო მარტო გამოყუნდე რა უნდა გააკეთო ბანკოსაც არავინ გეთამაშება ხომ გითხარი უნდა გადავეჩვიოთ აი ჩვენ ვიღა გვეთამაშება ორ კაციან თამაშს დამოუღებ ან ზოგადად პასიანსებს მე პასიანს მაგალითად საერთოდ არ ჭირდება პარტნიორი მარტოც გადასარევად ითამაშებ ხან გაიშლება ხან არა სევდიანი ამბავია კაი ანა მოვა ეხლა 15 წუთში და ვივახშოთ კაი გამოსათხოვარი ვახშამი ო ესე იგი თამაშიც დასრულდა დიდი ისტორიაც ჩავაბარეთ აღარ იეჭვიანებ რომ მე და ანა შეთანხმებულად გეთამაშებოდით აბა ისე რა უცნაურად მიგებდით არა და თამაში მე გასწავლეთ მე და როგორ არის თუ ორი კაცი არ შეთანხმდა თამაში სულ ვერ მოიგებ ხოლმე კარგ დროსაც მივდივარ შენს ეჭვებს ბოლო მოიღება ხუმრო ხუმრო წაგება ხო რაღაცას უნდა დააბრალო რა რა ეჭვი შენ არ გადახვიდოდე და სულ წავაგებ კარგი საღამოები გქონდა დაგბადიჯებთ ხოლმე ჩემთან ჩამოხვალთ ჩემს ეზოში ვიჭუქჭუქებთ შურს იქნება რა პრობლემაა
მატარებლით წამოხვალთ და მეორე საღამოს უკან დავიდეთ. აუ, სად დაიკარგა ეს ქალი? ბერტა! ბერტა! საწავიდა ანა. წავიდა. თხილის საყიდლად მივდივარ. თხილი მე მოვიტანე. მე მომაქვს ხოლმე თხილი. მეცე გამიკვირდა. და იქნებ ფუნთუშის საყიდლა წავიდა, რა იცი, ქუჩის კუთხეში ახალი საფუნთუშე გაიხსნა. მე მოვიტანე 4 ფუნთუშა. გაწვიმდება. იქნებ ღვინო მოუნდა. და მაღაზიაში შევიდა, ან ნაცნობი ნახა და კაფეში ჩამოჭდა. გაწვიმდება და დასრულდება. რა მოხდა? წაიღო ქოლგა, წაიღო. ქოლგა წაიღო? წაიღო. რატომ უნდა ქოლგა? არ წვიმდა და ქოლგა წაიღო? არც ეხლა წვიმს, მაგრამ შეიძლება იფიქრა წვიმა წამომეწევაო და ქოლგა წაიღო. როდის იყო ქოლგით ქუჩაში 15 წუთით გარბუნდა წვიმა არ წამომეწიოს? რას გავიგე, ქალია. შინდისფერი ფეხსაცმელები ჩაიცვა ისეთი მაღალყელიანი. მაღალყელიანი რა თუნდოდა ბერტა? ხო. აი რა თუნდოდა მაღალყელიანი? ჰა? აი, ამიტომაც არ მყავს ცოლი. ნერვიულობის მეტი არაფერია. არა. ლაბადა სხვა მოუწვამს ბერტა. ლაბადა კი და შარფიც მოისხა თითქოს სადღაც მიდისო. ბერტა რას ბოდა? სადღაც მიდის. რატო არ მითხარი თუ ესე გამოიფრანჭა და წავიდა? და რატო უნდა მეთქვა? მე რა ვიცოდი რომ დაიგვიანებდა. ოთახში შევედი და დავინახე შინდისფერი ფეხსაცმელები ჩაიცვა, ხო? მერე ლაბადა მოიხურა და სამზარეულოდან გავიგე როგორ ის აუ ეს ხალი გამაგიჟებს როდის მე მშვიდობებოდა მოხალული თხილის საყიდლად მივდივარ კარიდან გამომძახა მე აქ ვიცექი არც გამიხედავს მან კი მითხრა კარტი უნდა ვითამაშოთ და მალე მოვალო არა ეგრე არ იყო მან მგონი უთხრა ნახვამდისო და მგონი თქვენ უთხარით სულ კარგად იყავიო. ბერტა, აბა კარგად დაფიქრდი მე აი აქ ვიცექი. და ჭერს უყურებდი შეიძლება რაღაც ჩაფიქრდი ან მართლა ვერ გაიგე რა დაგიბარა რა მოხდა. ხო. რა სისულელეა. აბა რა უნდა ეთქვა? ხო. რა უნდა ეთქვა? ხო, რა უნდა ეთქვა? და რატო ნერვიულობთ ჯერ ვის ნახევარიც არ არის რა მოხდა დაველოდოთ ხო? ხო. წვიმაც ამოვიდა. ხო. ბერტა ადამიანურად დავაგებულად მითხარი რა ჩაიცვა შინდისფერი ფეხსაცმელები ხო რუხი ლაბადა სკლად ნაქსოვი რა ქვია იმას მოსასხამი მერე ჩანთა აიღო წასვლა არ დამინახავს რომ თქვენ გელაპარაკებოდათ რომელი ჩანთა აი ის დიდი ჩანთა ყავის ჩანთა რა თუნდოდა ხო, რა თუნდოდა ჩანთა? და რა იცი რომ თხილის საყიდლა წავიდა? ხო. თვითონ გითხრა? არა, ეგრე არ იყო, არა. მე სამზარეულოში ვიყავი და ისა წყლის ხმაური მიშლი და ხელს და კარგად ვერ გავიგონე. მაგრამ რაღაც რომ დაგიბარათ, ეს გავიგონე. რაღაც დაგიბარა. რა? რაღაც, არ ვიცი. რა? აგი ნიკა დამშვიდი რა. ვა. ნიკა რატო ნერვიულობ ესე ძალიან? მე ჩემთან გავალ. და თუ რაღაცა მომიგავი. რა, სად გახო იჭი? მაკლერმაც უნდა დამირეკოს ოთახანში და რომელმა მაკლერმა ხო რა გვეთამაშა მე გამოსამშვიდობებლად მოვიდი ნიკა დაგავიწყდა არა კარგი მოკლედ ჩემთან ვიქნები თუ რაღაცას გაიგებ დამეგაკვირდა
და შენი მოხუცებული შვილი გავიქცე რომ ვერ გარყოდა ხშირ ბანახებში ვიდრე ამოყრამთ მასთან და წაიბო ნუ რა არის რა ოხ პატიცენ ვოტა ხომ გითხარ გაკვეთილების შემდეგ ჩამოგზავნე ხო არ მცალი ნუ კარგით ეხლა ჩამოვალ სამაწარმოში და ყველაფერზე მოგელაპარაკები შუმე შეიძლება დაიყოს ევროპეიდულ, ყვითელ მონღოლოიდულ და შავ ეკვატორულ რასას. თითოეული რასის წარმომადგენლებს აქვს ოდიშებურებანი, რაც მემკვიდრეობის გადაეცემა. ასეთი რასის წარმომადგენლებს აქვს ნაკლელი კანი, გამოშველი თავის ქალის ფორმი და ასე შემდეგ დამახასიათებელი თავისებურებანი, რაც მემკვიდრეობით გადაეცემა. რატომ არსებობს ასეთი განსხვავება სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის? მეცნიერებმა ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცეს. ადამიანთა რასები ჩამოყალიბდა იმ გარემო პირობებთან შეგუებით, სადაც ისინი ცხოვრობენ. მაგალითად, იქ სადაც ზანგები ცხოვრობენ, ზე უხვად აწუნებს და ადამიანის კანი საკმაოდ მეტად გამოდის. რა ხდება კლასში? სხვა გასართობი ვერ ნახი, არა? დასხედით. ხვალვე მოიყვან დედაშენს. არაფერ შუაში ვარ. აი დედაშენს რომ მოიყვან, მაშინ ნახავთ ვინ არის შუაში, ჩქარა ადექი ფეხზე? ჩემ ბრალი არ იყო. იცი მინა მე ჩავამტრიე და მსურს დედაშენს შევატყობინო რომ შენზე არ იფიქროს. გასაგებია? ჰა? რას მიყურებ? დაჯექი და მომეცი ახლავე დღიური. სწრაფად. ანჯაფარიძე. ვა. ანტიძე. ანტიძე. ვა. ბიბრიანი. ვა. გაბუნია. ავათ არის მას. მეოთხედის ბოლოს გავარკვევთ ვინ იყო ავათ. თოხაძე. ვა. იმნაძე. ვა. ნავროზაშვილი. ვა. სწრაფად. ჯუმად იყავით. ხაზარაძე. ხაზარაძე მოტრიალდი? აიღე და იმახსოვრე, რასაც გიწერ. დღესვე აჩვენებ დედაშენს დღიურს. რამდენიც გინდა წერეთ, მე მაინც არ მივიტან მაგ დღიურს სახში. რა რას თქვი? ადექი ფეხზე? გაიმეორე რას თქვი? თუ გინდათ მე მივუტან დღიურს. რამბარია სიჩუმე? შენ რა? იცი საცხოვრობს? დიახ, ჩვენ მეზობლები ვართ. შენისთანა მეზობელი 5 მაინც უნდა ყავდეს კაცი. ურადღებიანი გოგოა რა. აბა რა ხდება? არაფერი, ანა დააბრუნა. თხილზე დარბოდა. შენ კიდე ყველად ნერვიულობდი. ხო ეუბნებოდი სანერვიულო არაფერია თუ. ეს ბერტა სულ გამოშტერდა. მანამდე ზარაკებდა. არ დანას მართლა უთხოვს, რომ თხილზე მივდივარ, მაგრამ მომატყვა საჩუქარზე წასულა. საჩუქარზე? რა გოგოა? შენ დაბადების დღე? არა, დაბადების დღე სექტემბერში მაქვს. ნიკასო გავახარებო და წარვა სიგარები მიყიდა. ვერაფერს გავუგებ რა ამგანებს.
გონია რომ რაღაც საშინელება უნდა მოხდეს და ამ დროს კარგს მოახდენა. ანა პირიქით. პირიქით რა. ხო, პირიქით. წამო, ჯამო და სიგარები გავაკეთე. კონიაკიც მაქვს. წამე უგენი. წამო. კიდე ჯერჯერობით გაჩვენდით. ვარიანტი არ არის შეაჩინოს. რას გაჩუმებულ ხარ? თქვი რამე. ოთხი რამე. იმან ბოლოსები შეიძლება კი უნდა გახეთქოს, წემ რა გაუკეთა, როგორ უნდა აპატიოს. თქვით რამე. როდი ჩემ დაუწვა. სწორია. რა უნდა დაუწვათ, მასხლათა გიგდა ბიჭო. სახლამდე არ მეუშვა. ბიჭო, უეჭველად გამოიჭირო. მოდი განჯდანა ის. სწორია. გამოიჭირო. ჯობია შენ თვითონ მომწე. ვალ, მოგწანდით სკოლაში. ხაზარაძე, ამ ბოლო დროს როგორ იქცევი? არ აკცხვენია? გამარჯობა.
ასე ძალიან რატო განერვებული ანა? ავტობუსის ნომერი ამერია. ისე წვიმდა, ისე ჩამობნელდა, მე 3 მანქანაში ასკდა ერთმანეთს. აი სიგარებიც. ნახე რა წაუწერია. რაო? დაუიწყარ ნიკას სამუდამო სახსობრად მეუღლისაგან. როგორი მიზღნა? ძალიან მაგარი. 3 წლის ერთობლივ ცხოვრებას როგორ შეეფერება ისეთი. არა, მე მგონია რომ აი პანაშვიძე რო გვირგვინებს აწერია იმას გავს, არა ოთარ. შეიძლება ესე, მაგრამ რაღაცა კარგი სიგარაა. რასაც ფიქრობდი ის დავწერე. უკეთესად რომ შემეძლოს ვიქნებოდი პოეტი. არა, ნამდვილად სამგლოვიო რო გვირგვინს აწერია. ეს სიგარებიც სამგლოვიო ბიუროში მიყიდე? ანტონ ხუმრობას გირჩევნია ოთარს დაუსხა. ოთარ როგორ მწყდება გული რომ გადადიხარ? ისე კარგად შეეწყვეთ შენ და ნიკა ერთმანეთს? ძალიან კარგი სიგარაა. როდის გადადიხარ? ხვალდილით. ასე უცებ? სატვირთო მანქანა მოვადა. ბინა უკვე ნაშოვნი გაქვს? 2 თვის. უბრალოდ ამ ბინის გაყიდვას ველოდებოდი. აი წინ დახედული კაცი. მოკლედ ნიკა ახალი მეზობელი გეყოლება ძალიან მალე. ერთი მაგის. რატო? იქნებ მასაც უყვარდეს. ესე საღამოობით ბანკოს თამაში. შენაირი ვერ იქნება. შენ ერთგული პარტნიორი. აი ახლა შეგზნება მაქრო თითქოს ვთამაშობთ რა. ახლა რა გვეშველება? მასე ენებს საღამოობით. მე არ ვაპირებ სეირნობას. რატო? როდის გინახივა რომ სეირნობდა? შენ ისეირნებ მარტო. ისე ჭუმაქვს ეს ჩვენი ახალი მეზობელი, მაგარი ბოთე ვიღაცა იქნება და ყურები დაიჭერ. ხო. 10-დან 9 პარტიას მოუგებ. თუ ანა იმასაც შეეკრა როგორც შენ, მაინც წაგებული იქნება. გესმის ოთარ, მაინც ვერ მოიგდო ის ეჭვი გულიდან. ეჭვი? არა, მე არა ვარ ეჭვიანი კაცი. ასე იყო. არა, არ ჭუბი. შეხო ვილაპარაკეთ. ანას მოსვლამდე ამ ყველაფერზე. აი, მაინც ვერ მოიგდო გულიდან. ვის არ წაუგია? ეს იოლად არ არის. ეს თამაში ძალიან კარგად ვიცი. და თუ სამ ყველა თითოეულ თავის თამაში ითამაშა, ერთი წაგებული სულ ვერ იქნება. ასეა. თამაშია. ამდენი მე არ მესმის. მეც ვეღარ ვფიქრობ. შენ ძალიან კეთილი კაცი ხარ ოთარ. და შენგან სხვანაირ პასუხს არ ცველობდი. თამაშის ფილოსოფიაც ეგეთია რა. წაგებული ყოველთვის ცდილობს თუ რაღაცა ჩაებღავიჭოს. მაგრამ ეს გამიზნულად არ ხდება. ეს ზალაუნებურად გამოდის. თამაშია. ლორჩა. მე სხვანაირად არ მესმის. ამიხსენი შენთვის ერთხელ მაინც მithოვია რამე? ოთარი რომ ნამდვილი ჯენტლმენი ამაში ეჭვი არავის ეპარება და შენ მოგეხმარებოდა თამაშის დროს, მაგრამ ე ქალი რო ამას გადაწყვიტოს, ქალებს ეს რაღაცა საზიზრად გამოგდეთ. რა შენ გეხმარებოდა? მე აქ არ ვიყავი. ნიკა ეგ სხვა ამბავია. შენ ანას ქმარი ხარ. თქვენ გიყვართ ერთმანეთი. გძულთ ერთმანეთი. კამათობთ. თქვენ ერთნი ხართ, მოხდი? ის არ არის შენი პარტნიორი. ის სხვანაირად გხედავს. ის კიდევ გრძნობს ჩემი მხრიდან მხარდაჭერას და ისიც მეხმარება. აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ წვიმაში ამ სიგარების საყიდლად შენ გამოგაიქცა. ჩემთვის ხო არ მოუდანია ეს? ესე იგი, მე და ეს თუ აქ წევართ და ერთმანეთს რეალერსებით, აქედან არაფერი გამომდინარეობს? არა, როგორ არ გამომდინარეობს? გამომდინარეობს. უნდა გამომდინარეობდეს, ოთარ. იმიტომ რომ მე ხომ სიამოვნებას ვანიჭებ. არა, რა საშინელ რაღაცებზე ლაპარაკობ. აღარ შემიძლია ამის მოსმენა.
გააქციე ცოლი. ანასთვის ფინჯელი მომიდა. ასე დაუძახე რა, ხალხ. ვის დაუძახო? ანას. ანა წავიდა. ანა წავიდა? ხო, წავიდა. ეწყინა. ოიცა, ხოლმე გამოგებშვიდა. ბალო შებროლები იყო. თხოვე მოვიდეს და ოთო მიდის ხო? მეთქო, როგორ უნდა თქო, როცა წავიდა. ერთად სად წავიდა? არ ვიცი მე სად წავიდა სამზარეულოში. შემოვიდა. ესე მოწიწკნა სად არის? აი, სად არის? აი, მოწიწკნა. ხო, რა გემრიელია, წავიდა. ერთად. ხო, არა, კარი, მაგრამ მიეჯახუნა და წავიდა. ერთად, ნუ გამაგიჟებ, რას ბოდავს, სად წავიდა? წადი დაუძახე, უთხარი მოვიდეს თუ. და როგორ დაუძახო, როცა წავიდა? ერთა, მე თუ არ გავაკეთე და მოძებნე არ გამოვიდა. და იქნებ ოთახში ესად მემართლა, რატომ უნდა წასულიყო? სამზარეულოში გავიგონე. როგორ მიაბრახუნა კარები. მაგრამ რატომ წავიდა ბერტა? რატომ არ წავიდოდა? რახან არ ვამბობ? 4 დღეა თავისი დასაცმელი სულ გამოაქვს და ვერ ეს ყველაფერი მამასაც ჩემოდაში ჩაალაგა და ის ჩემოდნები ტაქსით გაზიდა. ხო. რა ჩემი საქმე არა? მე მგონი მაგის ხმა ნიკასთვის მოგიწევს, თუ არ დაბრუნდა რა თქმა უნდა. არა, რა სამბობ. მე ხომ მათი მსახური ვარ დღეს. რა ჩემი საქმეა? ისე თქმით და წესით თქვენ უნდა უთხრათ. მე ხვალ დილით გადავდივარ ამ სახლიდან. და ვფიქრობ, რომ ვეღარასდროს ვნახავთ ერთმანეთს. თანაც რომ უთხრა, ჩემოდნების ამბავი მაინც თქვენკენ უნდა გამოგიშვირო ხელი. თუ მეგობარი ხართ, ეტყვით. არა ბერტა, არ მჭირდება ეს აურძალური რა. ოჯახია და თვითონ მიხედავენ. მე ხა წავალ და დავიძინებ. სხვათა შორის ერთმა კაცმაც მოაკითხა. ხო. და თქვენაირი საჭმარი ეცვა. ეს სულენი. ეგზაჯუმე რამდენიმე დღეს იმიყიდა. მე არ ვიცი ხლა. არა, ამას ისე კი არ გეუბნებით უბრალოდ გამახსენდა. კი არ გრევთ ამ საქმეს. ნიკა მაკლია რა. ანას რომ ნიკა არ უყვარს ეგ ცხადია. ბანკოს თამაშის დროსაც სულ მე ამირჩევდა ხოლმე. არ ვიცი მე ხლა ეს ბანკოს თამაში და მე უბრალოდ ვამბობ იმას, რაც შევამჩნიე. კიდევ რამე ხომ არ შეგიმჩნევიათ? რაღაცები კი. მაგრამ ვერ ვიტყვი. მეწოდებ. ის ხო ჩემი მოწაფე იყო. მე მითხარით ბერტა. არა, ვერ გეტყვით. არა. თქვენ ხომ ხვალ მიდიხართ, ხო? როგორც ვიცი, ხო, და ეს ყველაფერი რაში გჭირდებათ? არ არის. არსად არ არის. ეს რა მომწვა. ისე იქცევა თითქოს მთელი სამოკარც მეთამაშება. სად წავიდა ბერტა? წავიდა. რა ვიცი, აბა სად წავიდა. ნიკა ძალიან კი მერიდება, მაგრამ ჩემთან უნდა გავა. ოჩ არა, ეხლა ნუ დამტოვებ რა.
კარგად უნდა დავფიქრდე, ეს რა მომიწყო? ისა მე სამზარეულოში გავალ და Ozar. Ცოლი გამექცა? რა სისულელე რა ცოლი გაგექცა სამ. ყველაფერი ისე. არა, რასაც შეხედა. ყველაფერი ისე. ჩემი დღიური სად არის? რა იყო რა მოგივიდა დაყრუდი? შენ ჩანთაში. აბა რაღაც მარბენინე. შენი გელი ვიპოვე. ინდა ეს შეგაც. არა ამცი. აბა ეგრე ხო არევი. მე რა მოხდა? ჩაიჭი. საღამოს უყურე ტელევიზორს. არა სინათლე გამოერთა. გუშინ ჯანდან მაგარი ავარია მოხდა, მანქანამ გლიჯა კატოქს. იმ კაცის ბრალი არ იყო, გამოვარდა, ნევა და რო არ დაერტყა გვერდზე შეუხვია და მაინც გლიჯა. გამწარდა მაგრა. თამრიკოს მამასაც ეგრე მოვიდა, ავარიაში მოყვა და კოჭლობს. არა ხალხი შეგროვდა, საქმის გარჩევა დაიწყოს. მაგარი ყვირილი იყო. ერთი შავი ტიპი იქაჩებოდა. ტაფას გავდა მაგრა. და ეს კაცი გადარჩა? არ ვიცი, აბა, ხალხი ჩამოეხვია და სასწრაფოდ მოვიდა. რა ვიცი? ალბათ. საავადმყოფოში წაიყვანდნენ იმ კაცს. ვაჰ, ფეხი, ვაჰ, ვაიმე, ფეხი, ვაჰ, ამოწავიდეთ. მომიცადე რა? ჩემთან მაინც დამიჭირე. ახლა იცი რომ ჩემი ბრალი არ იყო. არა უშა სხვა ფორმა მაქვს. დღევანდელ ამბავზე გეუნები ჭუტალაზე. შენ გეშინია? მე? რისი? აი აქ მარტო ღამე გაიღლი. ღამე? ხო, სადამდე?
სადამდე და ბოლომდე. გავიგე. გაგიზრდი. გინდა ხომ მიდი ჭუტალასთან და უთხარი რომ ჩემ ბრალი არ იყო. ხაიძირე ჩემ გწემე სახში. მე გაგიზრდი ვინათქვა. ჩემი არა. ой საჩუმად ცერცხველი. ნუ გეშინია ამ კაც არაფერი არ ესმის. შასოიდან იცი. ვიცი. დაბადები დაყრომენჩია. შენ გწემენ? მე და ჩემი სულ სხვანაირად ავართ. ისიც მიყვება ყველაფერს და მეც. რამე თუ გაუჭირდა მე მეკითხებ. არა, მე და ჩემი შვილი ძმა კაცები ვიქნებით. გინდა გაგაცნო? შეიძლება. პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტეს. და ოთარი რას აკეთებს? ოთარი თითქოს არაფერს იმჩნევს, მაგრამ მე ავახელვე, ავაფორიაკე და დავაეჭვიანე. ხო, როგორც ჩვენ მოვილაპარაკეთ ისე. არაფერს იმჩნევს, მაგრამ ნიკას რას ეუბნება? ყველაფერს და არაფერს, როგორც იცის ხოლმე. როგორ ფიქრობ დროა? არა. ჯერ არა, ცოტა ხანი მოიცადე, ცოტა ხანი. მე ვარ. მე მგონი გაწვიმდება. კარგი. მშვენიერია. კარგი. გამარჯობა. ეს დეჩემის პალატაა. გუშინ აქ ტყუპები დაიბადნენ ორნი. ეკა, ვისი მოგიშვა შენ პალატად? გამარჯობა დედანი. დეჩემ ხო არ გინდა ხარ? კი ბლოკში იყო. ოღონდ პალატად შეხვიდე. კარგი. წამოიცი? იქ ერთი ქალია. ნარგად მეტყვის გამარჯობა გინც. მეც დეიდა ისას ვეძახ. მოდი რა. გამარჯობა დედეს. გამარჯობა გინც. დეჩიმ სად არის? იყო იმორიგება და წავიდა. კინო ვერ ამეკეთ. არა, მე თუ დარეკა გადაეცით რომ მე მოვედი და ექსკურსიაზე მივდივარ. გაიგეთ. მუზეუმში. და ვეთქრომ დაგვენებ, არა გენთ. გამარჯობა. ამრიკოს დაბადების დღეა და ერთად ავიდეთ თუ გინდა. ნახოთ, თუ დამიჯერა კაი, თუ არა და დილით რომ მივალ და ყველაფერს აუხს. აუცილებლად დამიჯერებს. მოიცა. რა არის? რო არ დაგავიწყდეს ხვალ ჭუტალასთვის თქმა. წავედი.
სადადი ხარ აქამდე? შემოდი. გამარჯობა. სადადი ხარ? სად იყავი აქამდე? რა არ ვიფიქრე? სკოლაშიაც ვიყავი ამ ხანაგებთანაც შეიძლება ასე? რა, ავად მყოფი მივატოვე. დედა, იცი ჩვენ ექსკურსიაზე წაგვიყვანეთ. რა ექსკურსიაზე? ხალხთა მეგობრობის მუზეუმში წაგვიყვანეთ. მუზეუმში. ძალიან კარგი. მე შენ გიჩვენებ ხალხთა მეგობრობას. ხოცა რა არ გინდა რა დედა? რას გეხარ? არაფერი. რაზე გაიხია? არაფერი არ არის. იტკინე რამე? მაჩვენე? შემთხვევით. საჩვენო გახია? შემთხვევით და მასწავლებელმა დედამისი დაებერა. დედამისი ავად არის და მამა შენ მიგნიერები ყველაფერში. სხვის საქმეებში ნუერები რამდენჯერ გითხარი მე შენ. არ არის ეს შენი საქმე. ეხლა წახვალ, გამოიცვლი, შეჭამ, დაიბან, იმეცადინებ, ხოიც საკონტროლო გაქვს ხვალ. და ფეხს არ გაადგამ სახლიდან იცოდე. მე შენ გაჩვენებ მუზეუმებში სიარულს. გასარკვევად დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ულვაშებსა და წარბებს ზევით მოთავსებულ წეწვებს, რომლებიც შეხების ორგანოებს წარმოადგენს. ყნოსვა კატას სუსტად აქვს განვითარებული. ამით კატა განსხვავდება მეორე შინაური მტაცებლისაგან, ძაღლისაგან. როდესაც კატამ ხვერპს აღმოაჩენს, ის ჩუმად უხმაუროდ ეპარება მას. მოვიდა ანა. ანა. რა იყო რა მოხდა? საწევადი, რამის პოლიციაში დავრეკე. პოლიციაში? ხო, პოლიციაში. ერთა მითხრა წავიდა. ეგონა აი რა გეგონა ფანჯარა რომ გამოახედა წვიმის ყურებით ტკბები. ვიღაცის კატა იყო შემოსული. ფანჯრიდან ხო არ გადავაგდებდი? კატა. ჩვენ აღარ გელოდით. რატომ? რა, ნიკამ თქვა ეწყინა და გაიქცაო. რა სულელია ჩემი ქმარი. აი ესეთ ქმარს ცოლი რასაც უნდა იმას გაუკეთებს. სხვანაირი ცოლი. აი შენ უფრო ჭკვიანი მეგონა. მოიცა, ოთარიდან რა გინდები? შენს გამოს თავის საქმეები გადადა და აი აგელოდებოდა შენ რომ ორჯერ გაქრე. აი რა მექნა ორცხობილა მოუტეხე, გარეთ გავიტყუე, წვიმაში დატოვება შემეცოდა და მაღაზიის ქვეშ დავსვი და მოვედი, აჰა. რა უცნაური საღამო არა. ვიღაცა ჩემი სიკვდილი უნდა. დღეს ორჯერ აი ამ საღამოს გაქრა. კარგი ხა ეს კაციც დასვი აქ, ხვალ გადასასვლელია. ოთარა, მართლა უგაცრავად, რა ესე საგეშეთში რო აღმოჩდი. ოღონდ უცნაური ქალია, ბერტასგანაც ვერაფერს გაიგებ დალაგებულად. არა, უშავს. გაუშვი რა ეს კაცი, ცოდოა ცხოვრება ხო არ უნდა შემოგწიროს. ხო, ოთარ, აღარ გაგაჩერებთ, მინდოდა სხვანაირად, მაგრამ ხო ხედავ, როგორი ცოლი მყავს. არა ესე სიმართლე რო გითხრათ, ჯერ არ სადამე ჩქაკა. მე მეგონა სახლში გინდოდა. არა, ცოტა ხანი გიდო. არა, იყავი, ოთარ, იყავი. იმედი ანაც საბოლოოდ დაგვიბრუნა რა? რა თქმა უნდა. ისე თქვენთვის რაღაც მინდოდა მეთხოვა. უბრალოდ არო ბიზნეს გადამოვიცნა. ნიკა უფრო შენთვის რა, იმიტომ რომ გადავდივარ ხვალ რაღაც და მინდა რომ სახსოვრად რაღაცა ნივთი მაჩვენოთ. დავხედავ ხოლმე და გამახსენდებით. მოიცა რამე ნივთს რო არ დახედო, ისე არ გაგახსენდები? აუ ეს გამაგიჟებს, რა იყო გენანება? არა, გაგიჟდი რა მენანება უბრალოდ. მე ვიცი, ოთარ. ბაბუაჩემ დამიტოვა საგაიფო საათი. კარადაში, ანა. არა, ნიკა, ესეთი ძვირფასი საჯოგარიც არ არის საჭირო. არც მიფიქრია, რაღაცა მარტივი მინდა, აი მაგალითად ციგარების 5 ან სანთებელა, რომელსაც არ მოვიხმარ და მეკნები. ოთარ. კაცი ისეთი რამე უნდა აჩქარა ჩემთვის, ძალიან ძვირფასია. ანა, მოიტანე რა უჯრაშია. მეც მე შენს უჯრებში ვერ ყვევი. მე ისე იტყვი, ისე ამირ-დამირი ყველაფერი როგორც ცხოვრებაა. ესე არ ამბობ ხოლმე? აი, ცოლი. კარგი, მე მოვიდა.
რატომ დაბრუნდი? გაგიჟდი? რაღაც დამრჩა. აუცილებელი და ძალიან საჭირო. რა უნდა დაგჭენო და თერთერთი საწუძე მატარებელი გადის, გესმის შენ? ადრეა ჯერ. შენ წახვალ და მე გამოვიპარები. გაგიჟდი, ხო? გასაჭიროა ეს რაღაც უაზრო სცენები. არ ამბობდი ისე გავაცუცურებთ, როგორც ბანკოს თამაშის დროს. ეხლა რა გამოვიდა, ისე ხო ჩვეულებრივადაც გავიპარებოდით. ბეჭედი დამრჩა დედა ჩემი სახსო ვარ. ბეჭედი, რა თქმა უნდა, ოჯახო ნიფტებ ხო სულ გამაგიჟებ, რა საკეთებს? ასეა, ჩვენ ოჯახი ვართ. მაგარი ოჯახი კი ხართ. ცოლი მეზობელთან ერთად მიიპარება ახალი ოჯახის შესაქმნელად და ქმარს ესე დამამცირებელ გამოთხოვებას უწყობ. ძალიან კი მოგწონდა. ასე ამბობდი ბანკოს თამაშს გავსო. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. გეგმის მიხედვით, მაგრამ ყველაფერი აუღია. დავიტანჯე აქ ჭრომით. ძალიან ტაქსმა უნდა მომაკითხოს. და საერთოდაც ბერტამ მაგრა დამაქვთ ხო რა? რაღაცეები შევამჩნიო, ჩემოდნებში ჩაალაგაო, კაც შენნაირი საწვიმარი ეცვაო და მილიონი რაღაც. სულელი ქალია. ცოტა დრო კიდე გვაქვს და ნახავრასაც ვიზამ. აღარ შემიძლია რა აქ ჭრომა, ერთი სული მაქვს, როდის დავინახო ყველაფერს მატარებლიდან. კარგი, ნუ ნერვი უვებ. მალე ერთად ვიქნებით. ანა, გამაგებინე ამ სახში რა ხდება? რა ხდება? კარადები цаრიელია, საათი ვერ ვიპოვე და მარტო აი ეს დავხვდა. რას ბოდა? რა რას ბოდა? წადი და ნახე, цаრიელია კარადები, რა ხდება? გამძარცვეს? რა გაგძარცვეს? ვის უნდა გავეძარცვეთ? ეს რაღა უბედურებაა. დიახ, გისმენთ. კარადები цаრიელია. ქურდი აქ არ შემოსულა. მე მგონის მე სულ სახლში ვარ. აი თქვენ ფანჯარა რომ გააღეთ, ალბათ მაშინ გადმოწნა. არა, ბერტა, არა. ფანჯარა როცა ღია იყო და თუ ანას დაუჯერებთ, კატა შემომძრავ. ესე იგი, კატას მოეწონა ანას კაბები და არა, მე მგონი თქვენმა ცოლმა თვითონ ჩაალაგა კაბები ჩემოდანში. კარგი, და საწაიო. ხო, აი საწაი ხო, ეს ნამდვილად არ ვიცი. ისე სამთრის კაბებს ჩაალაგებ და ახლა ხომ გაზაფხულია. კარგი, წადი ბერტა, წადი. ხო. ამ ბერტამ სულ თქვენ უბსტვენთ? წადი ბერტა. ყველაფერს ანას აბრალებს. ოცა რა ნატანჯის ახე. ხო, მესვის თელი საღამო დაღალეთ რა. რაშიშა? ეს ოჯახია. ხო რა. მე გავალ. ერთი კაცი ანას კითხულობს. ანას ვენ კითხულობს? არ ვიცი, ისეთი მაღალი, წარმოსადეგი, აი რაღაც. წადი ბერტა დაუძახე, წადი შემოიყვანე. ხო, ბერტა შემოიყვანე. ძალიან დიდი ბოდიში ღამის სვლაში ვიყავი და სხვა დროს ვერ მოვიდოდი. რამოდენიმე კითხვა მინდა დაუსვა თქვენს მეუღლეს. უკაცრავ, იბრძანდებით.
ინსპექტორ, გამონძიებელი ვასაძე გახლავართ. საიდან ის რომ მეუღლე უყავს. არა, ეს გამორიცხულია შეცდომა. მე ამ საქმეს ვიმსახურებ ასე რომ თუ შეიძლება თქვენს მეუღლეს დაუძახით. აი კიდე ერთი უცნაურობა. ბატონო? არა ვერა დავუძანდეთ. ვერა დაუძახე ანას. ისა, ანა წავიდა იცით. როდის? აი ბატონი ვასაძე რომ მობძანდა შინდისფერი ფეხსაცმელები ჩაიცვა და წავიდა. ესე იგი გაიქცა. რას ბოდო, ჩემი ცოლი საუნა გაქცეულიყო. ჩემთან შეხვედრას თავი აარიდა. შენთან შეხვედრას თავი რატომ უნდა ერიდებინა? ეს თვითონ ეცოდინება უკეთ. ტელეფონი გააქვთ? ტელეფონი რა გინდა? უარი შესახებ უნდა განვაცხადო განყოფილებაში, რომ დასაკითხმა თავი აარიდა დაკითხვას. ვერტა. დიახ. ვერტა. გამარჯობა დედამან. ნანიკო, მოვედი. რა გაგითხრა დარეკა? გამარჯობა. მართალე 5 წუთი და გამოვა. დარეკა, მაგრამ ისე რა ვიცი. შემდეგ კარგი რა, მაგის თავი აღარა მაქვს. ეხლა ებოდი? ნახტომის გაკეთებაში ძალიან. ეხმარება მისი უკანა ღონიერი და წინა კიდურებთან შედარებით გრძელი. გარდა ამისა, ნახტომის მძინელეს მობრძანდა. კატი გითხრათ არა? ძალიან ხო, სადღაც ერთად ყოფილა თურმე. რომელიც ამას კაბაც შემოხეული აქვს? დიახ. კაცებლები ის ძუძუ საერთოდ რას გავს ეს? მაგენი ბავშვები არიან, მაგათ ჯერ არაფერი არ ესმის. არა, მე ძალიან კარგად მესმის. მეტი ყურადღებაა საჭირო, რა თქმა უნდა, დიახ. მრავალგვარობით ისე უბრალოდ ნიკას რაღაც შუშა ჩაუწეხია და მასწავლებელი მგონი თქვენ გიძარეთ. დედა! რა მოხდა? უკაცრავად ქალბატონო. ეკა რა მოგივიდა? ასეთი ოღონდ. შენ არ მომიარბარაკო ეს რა? და ზემოთ სხვა იყო, გვერდებზეც ვეღარ. შეგეკითხები. მოიცადე აპარატი ხელები აწიეს ზემოთ სხვა. ეკა ასეთი. შეგი ახლა მაქვს ანერვეულო. თქვენ გამოცხადეთ, ჩემი ცოლი გაქრა სადეზე. თქვენთან ხوار მოგანყოფილებაში. იცით, ჩვენი სამსახურია ასეთი. ის შემთხვევით აღმოჩნდა ავარიის ადგილას, პირველადი ჩვენება იქვე მისცა. მის ამართიც ჩააწერინა. საერთოდ წვიმაში მანქანის მართვა სიფრთხილე სჭირდება. მომხდარი 7:30-ზე მოხდა ეს ავარია. კი, ის მართლა იყო. მაღაზიაში გავიდა რაღაცა საყილა და ავარიაც ახსენა. და სახში რატო არ დარეკეთ? არა, რეკავდი უბრალოდ ტელეფონი იყო სულ დაკავებული. რატომღაც. ძალიან უცნაური საღამოა. ამასთან ერთად ჩემი ცოლის კაბებიც გაქრა. ესე იგი დროულად მოსულ ვარ. უბრალოდ არ მესმის თქვენს მეუღლეს რატომ უნდა შეშინებოდა ჩემი. მე რამოდენიმე კითხვას დაუსვამდი და საქმეც მორჩებოდა. თქვენ რომ
ჩემი ახლობელი ან ძველი ნაცნობები რო ვიყოთ უფრო წვრილად და კარგად აგიხსნიდით, მაგრამ ეხლა არც მოყოლას აზრი არ აქვს და არც წესია თან უწყო კაცთან, პოლიციელთან, ოჯახის სამბავს ხო ვერ მოყვები. ხო, მე და ჩემო ცოლმა გადავწყვიტეთ საოჯახო წარმოდგენა დაგვედგა. ხო, ჩვენ ძალიან კარგი მსახიობები ვართ. აი, მიირთვით კონიაკი. ხო და აი უკვე მესამე აქტის ფინალში ვიყავით, როცა თქვენ გამოცხადდით. ჩემი ცოლი დაბრწყა და ალბათ სადარბაზოში იმალება. აპატიეთ, მართლაც უცნაური ამბავი ჩანს. როგორც ჩანს, ზედმეტად პირადულ ცხოვრებაში შემოვიჭერეთ. თქვენ გადამწყვეტი პარტია ჩაგვიშალეთ. ბოდიშ ვიხდი. კონიაკი მართლაც საუცხოა. ხვალ ჩემი ცოლი აუცილებლად მოვა თქვენთან განყოფილებაში და ჩვენებას მოგცემთ. აი. დაბრუნდა შეშინებული, დასველებული ბოცვერი. ბერტა! ოცა რანა მეგონე იმდენჯერ გაქრა და დაბრუნდა რომ აი ვერ დაიძინე? არა ხო ვერ დავიძინე, თან ნერვიულობ რა. სად უნდა წასულიყო? მარტოც არ მინდოდა და მე დავებინე და ამიტომ დავბრუნდი. ჯიგარი ხარ ოთარა. აი ინსპექტორთან საუბრისას ცოტა დავშვიდი და შენც ასე ნოინერვიული. ასე რა ინსპექტორო? ასე. სანერვიულო არაფერი. არა, სად უნდა წასულიყო? ინსპექტორმა მთელი საღამო ჩაგვიშალა. მაგრამ დავარს მაინც მივახციეთ. საათი რომელია? 10:25 წუთი. ინსპექტორო, სადგური და ხშირად გადიან მატარებლები. მატარებლები კი. ხოთა შორის ძალიან უყვარს მატარებლები. წვიმაში საირნობას და მატარებლით მგზავრობას არაფერი ჯობია რა. კარგი, ჩემი წასვლის დროა. აპატიეთ შემოგეჭერით. თქვენი მეუღლის კაბების თაობაზე ხვალ მოგზანდებით და იქ გავევლით, ვისაუბრებთ. კი ბატონო. ეხლა თქვენი მეუღლე დაინახავს რომ ჩავждები მანქანაში და დაბრუნდება რა. ესე არა თქვით სადარბაზოში იმალებაო. სადარბაზოში? ხო, მე წერილს დაგიტოვებთ. მისაღებში წარადგენთ. ჩვენებთ და კარგი დროის გატარებას გისურვებთ. ნანამ კატაროგა იყვანა და მშრალი დაბრუნდა. ეს ინსპექტორს ცოტა სველი თმა საიდან ხო არის? არ ვიცი. არ შემიხედავს. ძალიან უცნაური საღამო გამოგვივიდა რა. ანა ავარია შესწრებია და ინსპექტორის გამოცხადდა. მართლა, ხო. მე მგონი ეს ერთადერთი სიმართლეა დღეს. და ანა სად არის? ჯანდაბაში. მაგრა დამღალა. კი მაგრამ ის ტანსაცმელი? რა ტანსაცმელი? ტანსაცმელი ზა თვითონ ანაც. შენ ტანსაცმელი ჩემზე უკეთ არის. შენ და ანა მარ ჩაზიდეთ ბარგი. რა ბარგი? ბიჭო, იმას ნუ მომაყოლებ რა ჩემზე უკეთიც რა. მაგარი პარტია გამოგვივიდა. არა ნუ კი, ინსპექტორმა ცოტა შემოგვისწრო, მაგრამ შენ რა პონტია მეზობლის ცოლთან რომანის გაბმა? რა სისულელეა? მე ახლა ვეწავალ. დაჯექი. ცოცხალიც რატო ხარ?
იმიტომ ჯერჯერობით ვერაფერი მოახერხე. დღეს ღამე აპირებდი, არა მატარებელი რომ გავიდოდ. ჯერ მივხვდი რომ გაგათამაშეთ. ორჯერ შემოbrunდი. იმიტომ რომ ანამ ორჯერ მოგატყვა. ისე ანა საუბრა. მაგარი პარტია კი გამოვიდა. შენ საზღარი კაცი ხარ. საზღარი კაცი. ყოველდღე ვხედავდი როგორ ჩაგრავდი. როგორ ამცირებდი, როგორ აშინებდი. კარგი. ახლა ასეთი უღირსი თამაში წამოიწყე, მოდი. ღიად ვითამაშოთ. სად არის ანა? მაისა. ისე ანა საუბრე რა, ანა მარგაგრია უღირს თამაში. სად არის ანა? შეყვარებული ნახე რა, არ ვიცი. ყველაფერი დაგეგმია რა. მარაფერში არ მჭირდებოდა ეს წარმოდგენები, უბრალოდ ანას დავთანხმდი. ჯერ ვხედავდი როგორ დააშინე ის საწყალი ქალი. ისედაც ავალთ. ვერა. რატო? შენ არ უყვარხარ. და შენ უყვარხარ? ჩემი ცოლია და შენი მატარებელი უკვე გავიდა. რა სამახსოვრო ნივთი მინდაო? ჩაგვება საფლავში. ბერტა! ნახამშველელი. ბერტა! შენა. არ გავისეირნოთ? ანაც მოკალი ხო? აურა დებილი ხარ, განა რატო უნდა მომება. ეს შენაირ ახურებს ვჭი. ანას არაფერი დაუშავე. აი ხვალ წავალ განყოფილებაში ინსპექტორმა რო დატევა, უწყება. საღამო მშვიდობისა ნიკა და ოთარ. არ ვიცი ცოცხლები ხართ თუ არა, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ ორივენი მძულ ხართ. ეს ძნელია სახსნელია, მაგრამ გასაგები იქნება ნიკავ. შენ იმიტომ მძულ ხარ, რომ ჩემი ქმარი ხარ. ოთარ, შენ იმიტომ რომ საზისრად ცდილობდი ლოგინში შეგეთრიე და არავინ იცის რა დღეში ჩამაგდებდი რომ გამოყოლოდი. იმაზე ნაკლები, ნამდვილად არ იქნებოდა, რაც ჩემ ოჯახურ ცხოვრებას მოჰყვა. თქვენ საზისღარ თამაში მე ჩემი პარტია მქონდა, რომელიც როგორც ჩანს მოვიგე. ოთარ, ჩვენი მატარებელი 11-ის 10 წუთზე გადიოდა, მესამე ბაქნიდან. მე ჩავჯდები მატარებელში, რომელიც 12 საათზე გადის მე-6 ბაქნიდან. აბა თქვენ იცით. ნიკა, დიდი მადლობა რომ ბარგი ჩამილაგე. ოთარ, დიდი მადლობა რომ სადგურამდე მიმატანინე. სიგარები ჩემი სახსოვარია. აქვე მოგახსენებთ რომ ეს წერილი იმ ადამიანმა მოგიტანათ, რომელსაც ჩემი გული ეკუთვნის. მის დიდ ნიჭსა და სიმამაცეს თქვენ შეაფასებდით. გონია რომ მასთან ბედნიერი ვიქნები. შვიდობთ. ბერტა! სად არის ჩემი ცოლი? გონი მოვიდა. მოვიდა? გონი კარის ხმა იყო. ურა საგიჟეთი არა. კაი, წადი პერანგი მომიტანე რა. პერანგი მოვიტანო. ბერტა! ხლავე. შენ რომელ საათზე გადის მატარებელი 12-ის 9-ზე რა? თუ არ მოიტყო. ბერტა! წავედი. მოიცადე. რა გინდა? მეც მოვდივარ. ეგ შეინახე რა. დავაი. კარები! ნიჩი ცხოვრო! რა ხალხში ცხოვრო? გასაკვირველია იცით, ასეთი საქციელი ამას აქში თითქოს არც არის გასაკვირი. ახლა რაღაც საჭირო იყო ისეთი ჯიუტობა, როცა უფროსი მიგითითებს უნდა დაუჯერო მეტი თავდაჭერა, საჭიროს რთილობა. ეს ყველაფერი ქმნის იერს, რომელიც ბოლოს და ბოლოს უკაცრავად. გაიარე.
იცით, მე მგონია რაღაც დაღვინება აკლიათ, აი მაჭარივით არიან. ქალბატონო, არ ვიცი. ამას თუ რამე აკლია და არ ვიცი. Podes. Es vin masula. Chino canta sola, gamsi. Ვალურსმანი ძია როგორ გეკადრებათ. ნიშარაძემ კი იცის ვინ აიღო, მაგრამ იტყვის რომ სამარია რა. რესკა ხოჭი არის. ბიჭო, აუ ჭუტალა გაგიზდება. ჩქარა მოდი. ნიშარაძე. შენ იცი როგორ დაამღერებ. არ არის საჭირო, დასხედით. ეხლა ვიღამ ჩატეხა მინა. რა ხდება კლასში? თავისი ჩატყდა მინა. მე გარეთ ვიყავი. დოგუზაშვილო, შენს გარეთ ბრძანდებოდი. სულ მე რა მასხებს იქბლბლოა? მაშინ ხვალ ყველანი უკლებლივ მოიყვანთ მშობელს. დილიდანვე. პატრიცია, მოიცით, მე არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ეკამ ჩატეხა. ოთახში რომ შემოვიდა, კარები შემოიჯახუნა და ჩატყდა. მე? ხო, შენ. მე როდის? ეკა. მართლა შენ ჩატეხე მინა? რა ჩამომტრევია მე? აბა. რა ჩამომტრევია? ესე იგი თამრიკოს ტყუის. არ ვიცი. სხვებს გითხრით. დაჯექი. წავიდე. გაიქცნენ. კიდევ ხომ დავიხუთე რა საშინელი კარადა ქონია სახში. კეთილში არ ჩაშენებული. საბნებში ამდეხეს. საფლავში მეგონათ. გოჟი გამოგვივიდა რა ბერტა? გამოგვივიდა. ხო, მე ვარ. ხო. სახლის კუთხეში დაგელოდები. არა უშავს, არ მეშინია ძმის. კაი კოცნი. კარგი გოგო ხარ. ისინი იქ რომ მივლენ, იმას ნახავე? ვის? აი, იმას ინსპექტორ ვასაძეს. ალბათ. მე-6 ბაქანზე დაელოდება. მე არაფერი მოხდება. ისიც ისეთივე საზღარია ბერტა. როგორც ეს ორი, რაც უნდათ ის უქნიათ. მე იმას მიყვები, ვისაც თამაში არ უყვარს. ერთი ეჭვიანი, მეორე ეჭვიანი, მესამე ეჭვიანი. ხო. წავედი. კარგი. დიდი მადლობა შენ. რა მეშველობა დაუშენო, დიდი მადლობა. მოგწერდა ჩვენთან ჩამოხვალ, ჩვენთან იცხოვრე. კარგი. შენ რო არ მოგეფიქრებინა, რა მეშველობოდა.
იცი სიყვარულს დახმარება სჭირდება. რა ქვია იმას, ვინც არ თამაშობს. თომა, ბერტა, თომა, როგორ ვერ დაიმახსოვრ? ხო. ესე იგი არავინ არაფერი არ იცის. დიახ, მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა შუშა. დიახ, მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა. იცით, კარები მოიჯახუნა და ჩაუტყდა. მოვიდა რა ვის არ მოსვლია. აპატიეთ, მასწავლებელო. ნინა, მე ჩავამტრია. Sorry seems to be the hardest one. What I gotta do to make you love me? What I gotta do to make you care? What do I do when lightning strikes me? And I wait to find that you're not there. What I gotta do to make you want me? What I gotta do to be heard? What do I say when it's all over, babe? Sorry seems to be the hardest word. That's right. It's sad, so sad. It's a sad, sad situation. And it's getting more and more absurd. It's sad, so sad. Why can't we talk it over? Always seems to me the sorry seems to be the hardest word. What do I do to make you want me? What I gotta do to be heard? What do I say when it's all over? Sorry seems to be the hardest word. It's sad, so sad. It's a sad, sad situation, and it's getting more and more absurd. It's sad, so sad. Why can't we talk it over? Oh, it seems to me, sorry seems to be the hardest What do I do to make you love me? Oh, what I gotta do to be heard? What do I do when lightning strikes me? Yeah.